მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ვისაუბრებ ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე და წეღან ფიქრობდი ასეთ რამეს. ხალხი, რომელიც ვერ ახერხებთ მოსვლას სხვადასხვა რეგიონებიდან, ხომ? ფიქრობ ხომ არ გავაკეთო ესეთი საქართველოს მასშტაბით ტური, სადაც თითოეულ ქალაქში, თითოეულ რაიონში, თითოეულ სოფელში, სადაც თქვათ სურვილი იქნება თქვენი მხრიდან, ჩავალ და იქ მოვაწყობ წიგნის პრეზენტაციას, მეგობრებო. ჩემი წიგნის პრეზენტაციას, ნახეთ, ეს ახლა შებრუნებული კადრია და უკუღმა იკითხება, წესით აქ აწერია თინეიჯერის ღიურებიდან, თამარ გეფარდ. როგორც უკვე გითხარით, ეს არის შებრუნებული კადრი და ვისაუბრებ იმაზე, რომ სად ჩატარდება, საიდან დავიწყებ ტურს ჩემი წიგნის პრეზენტაციისთვის. ოღონდ თხოვნა მაქვს თქვენთან, მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს, რომ ძალიან გთხოვთ, ახლა იმდენი მაყურებელი მყავს, რომ ყველამ რომ დაურეკოთ იმ ლოკაციას, სადაც მე ვაკეთებ ტურს, პრეზენტაციას, ხო, ძალიან შეაწუხებთ და ამიტომ თუ ვინმეს კითხვა გაგაჩნიათ ამ ლოკალთან დაკავშირებით, მე მომწერეთ და მე გაგცემთ პასუხს კარგით. მოკლედ ესეთი ვითარება არის. დღეს შუადღით ჩავწერე იმასთან დაკავშირებით, თუ სად ტარდება ჩემი პირველი პრეზენტაცია, წიგნის პრეზენტაცია და მივიღე ესეთი შედეგი, რომ ჩემმა მაყურებლებმა ეს ლოკაცია უკვე შეაწუხეს და რატომღაც არ არის ეს მისაღები, ამიტომ მე ის გამოსვლა და ვიდეო წავშალე. ახლა მე გთხოვთ, რომ თუ ვინმეს ინტერესი გაგიჩნდათ იმასთან დაკავშირებით, თუ სად ტარდება ეს ტური და რა ტური არის, თუ პრეზენტაცია და რამდენ კაციანზე იქნება ეს გათვლილი, მომწერეთ პირადში, მეგობრებო, კარგით? ადგილები შეზღუდულია, მაგრამ თუ კი ადგილები შეივსება, მეგობრებო, ხომ და თქვენ ვერ მოხდებით. ყველა შემთხვევაში მოგწერთ მე ამას, რომ თქვენ ვერ მოხდით სიაში და შევძლებ თქვათ შემდეგში დაპატიჟებას თქვენსას. თუ თქვენ მოხდით სიაში, ამასაც მოგწერთო, თქვენ მოხდით სიაში და შეგიძლიათ კიდე ლაივში ვარ. გებდითე? ინტერნეტი მაგთიკომის არ იჭერს დღეს რატომღაც პრობლემებს მიქმნის, მეგობრებო, და ვერ გავიგე რა ხდება ინტერნეტში. მაგთიკომი ცოტა მაწვალებს დღეს. ამიტომ მოდი ახლა ბევრი რო არ ვისაუბრო. ასევე მინდა გითხრათ ერთი რამ, ახალი ამბავი. ოღონდ არა სასიამოვნო ამბავი და ზოგისთვის სასიამოვნო ამბავი. ესე იგი, თქვენ როგორც დაგვირდით, ინტერნეტ სივრცეში დღეიდან ნაკლებად მიხილავთ, თუმცა მიხილავთ გამოსვლით, თუ სად იქნება შემდეგი შეხვედრა. მე გადავწყვიტე და სრულებით დროულად გადავწყვიტე, რომ ინტერნეტ სივრცეში ჩემი გამოსვლები შევამცირო, მეგობრებო, რამე თუ ძალიან დიდ ენერგიას მართმევს მე ეს ყველაფერი. და იმიტომ რომ მე თქვენ დაგპირდით, რომ აუცილებლად გაგიცნობდით ყველას პირადად ამ წიგნთან ერთად, მე თქვენ იმ საუბრებს, რაც მე თქვენ ინტერნეტით გაწვდიდით, მოგაწვდით პრეზენტაციებზე. დღეს იქნება თბილისში, ხვალ იქნება სხვა ადგილზე, ზეგ იქნება სხვა რაიონში და ამას წინასწარ გაგიმხელთ. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვენ პირადად გამიცნოთ მე ადგილზე, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, თვალი თვალში ჩავხედოთ და სხვათა შორის მე გპირდებით, რომ მოვაგვარებ იმ საკითხს, რომ ჩემს აღალ მუსიკებს, რომელიც უკვე 74 არის ჯამში, გაგაცნობთ და აი ამ პრეზენტაციაზე, ბექგრაუნდზე იქნება ჩართული. ანუ, ნახეთ, მე თქვენ გაგეცნობით არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად, ასტრალურად და ხელოვნების
განხრით, ხელოვნურად, ციფრულადაც და ასე შემდეგ. მეგობრებო, მე არ ჩავწერ. პრეზენტაციები ლაივში არ გავა. რამე თუ ეს უკვე სხვა ფორმატით იქნება თქვენი გაცნობა და პრეზენტაციები ლაივის ჩართვით აღარ გავა. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მე ვიქნები თქვენთან ერთად, კონცენტრაციას მოვახდენ თქვენთან საუბარში და არა კიდევ დამატებით ინტერნეტ სივრცეში. სამწუხაროდ პიროვნებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან მელიან და ელიან ჩემს საუბრებს, ვეღარ გავანდობ. ეს ზაიდენ, ანუ გერმანელები იყვნენ, თუ შესაძლებელია, ადამიანები, რომლებიც იქ იქნებიან, შეიძლება გადაიღონ, თქვათ, 5 წუთიანი ვიდეო, 10 წუთიანი ვიდეო და ინტერნეტ სივრცეში ატვირთონ, ეგ სხვა საკითხია, ან გაუგზავნონ თავიანთ მეგობრებს, ეგ სხვა საკითხია, მეგობრებო, მაგრამ მე თავად ამ ორგანიზაციას არ გავწევ, ინტერნეტ სივრცეში ჩემს პრეზენტაციებს არ დავდებ, მაგრამ პრეზენტაციებს აუცილებლად ჩავატარებ, რამე თუ აქედან იწყება სწორედ ის, როდესაც მე დავიწყე სული წმინდასთან კონტაქტი და ამას პირადად მე გაგანდობთ თქვენ. და იმ ხალხს, რომელიც ინტერნეტ სივრციდან მიყურებს და ზოგი ეჭვის თვალით, ზოგი ბოროტი თვალით, ზოგი შურის თვალით, აი ესენი მე მეგობრებო აღარ მჭირდება, როდესაც მე დავიწყებ უკვე ჩემი სულიერი მდგომარეობის განხილვას თქვენთან ერთად, როდესაც დაიწყო სული წმინდამ ჩემთან საუბარი, მე არ მჭირდება ინტერნეტ სივრცეში მოგროვილი ხალხი, რომელიც ეჭვის თვალით მიყურებს და ენერგეტიკულად მე ვერ მიგრძნობს, არამედ მე სწორედაც იმ ხალხთან ერთად ვისაუბრებ ჩემს სულიერ მდგომარეობაზე, როდესაც სული წმინდამ დაიწყო ჩემთან საუბარი, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, ამას ვისაუბრებ მხოლოდ იმ სივრცეში, რომელიც სივრცის მიხედვითაც ადამიანები პირისპირ გამიცნობენ და ისინი იგრძნობენ ჩემს ენერგეტიკულ ველს. რამე თუ ენერგეტიკული ველის გრძნობა ეს არის სულ სხვა საკითხი და აი აქ შორიდან და კილომეტრებიდან და ციფრული აპარატებიდან ეს სულ სხვა საკითხია, მეგობრებო. ამ ციფრულ აპარატში თქვენ ვერ ხედავთ და ვერ გრძნობთ ჩემს ენერგეტიკულ ველს. ამიტომ რა თქმა უნდა არქონტები ადვილად მოვლენ თქვენთან და ადვილად შეაწუხებენ თქვენს შინაგანს ჩემს წინააღმდეგ. ეს ქეთი ედუგენაშვილის ბიზაშვილია მართლა? ვინ ეს? რომელი ეს? ნორა, ვიზე კითხულობთ? და მეგობრებო, რომ იცოდეთ ქეთი ედუგენაშვილი, თუ მას ესე მასხრად მოიხსენიებთ, ხო? თუ თქვენ მას მასხრად მოიხსენიებთ, მეგობრებო, თქვენ ხართ შურიანი ხალხი. ქეთი ედუგენაშვილი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც შეძლო და სრულიად საქართველო აალაპარაკა. თუ როგორ აალაპარაკა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მან შეძლო და სრულიად საქართველო აალაპარაკა და მისი ნიჭით თქვენ რომ ხართ შურით გავსილები, ცოტა მოთოგეთ და ცოტა მოუარეთ ამ თქვენს შურს. მე პირადად ქალბატონ ქეთი ედუგენაშვილს, ხომ? არ ვიცი ის რას აკეთებს, არ ვიცი მისი ვიდეოები, ერთადერთხელ მოусმინე მის სიმღერას, ძალიან მომეწონა, სხვათა შორის ძალიან შემეხო. მან გულით იმღერა, შეიძლება კარგად ვერ იმღერა და ვერ იმღერა პროფესიონალურად, მაგრამ მისი გამოგზავნილი მესიჯი როგორც მან იმღერა, ჩემამდე მოვიდა სხვათა შორის და მე ვიგრძენი მისი ენერგეტიკა. ეს მეგობრებო არის ძალიან დიდი ნიჭი. ძალიან დიდი ნიჭია და ამას ზერელეთ ნუ შეხედავთ. და ვინც ამას ზერელეთ შეხედავს, ის შურიანი, დაბოღმილი, ჩარჩოებში მოქცეული, განადგურებული მონაა იცოდეთ. ხვდებით ხო? მე არ ვიცნობ ქეთი ედუგენაშვილს, არც ჩემი ნათესავია და არც ჩემი მეზობელია. არც მისი ფანი ვარ, მაგრამ ის რაც მე მასზე მესმის, უკვე ნათელს ყოფს, თუ რა ნიჭიერი ქალბატონია ის თავისი პორტალით. იცით ხომ რა არის პორტალი? ხო. ახლა ისევ ვისაუბროთ მეგობრებო ჩემს სიგზე. აქ არის 15, 16, 17, 18, 19, 20 წლის ასაკში ჩანაწერები, ისევე როგორც ჩანახატები, ისევე როგორც
ეხლა ვეგაჩვენებთ. პიროვნებები ჩემი ცხოვრებიდან ისევე როგორც აბსტრაქცია და აბსტრაქტული ნახატები ჩემი ცხოვრებიდან და ამას ყველაფერს ავხწერ თუ აქ რა შეიძლება ამოვიკითხოთ სულიერი, ეზოთერული, გნოზისის მიხედვით გნოსტიკური, რელიგიის მიხედვით რწმენისებური და სხვადასხვა საკითხები მეგობრებო და გავიხსენოთ ახალგაზრდობა. აი ეს მახსოვს 16 წლის ასაკში დავხატე და რომ ხატავდი მე თვითონ ვფიქრობდი რომ ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად გამეცემა თუ რატომ ხატავ ამას. და აი ამ საკითხს მეგობრებო კი, აი ამ ნახატში კი არის ძველი კაცისა და ახალი კაცის შეხვედრა, ანუ შეხვედრა თავის თავთან. ამას მე ავხსნი, თუ რას ნიშნავს შეხვედრა თავის თავთან. მე მესმის რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაჩაგრულია ამ ქვეყანაში და მათი შურს იმ ხალხს რომელმაც ვერ რეალიზირა თავისი ნიჭი. თუმცა ჩვენ ვცდილობთ რომ თქვენ დაგეხმაროთ და სწორედ ამ ნიჭის გამომზეურებაში შეგიწყოთ ხელი. ისეთები როგორიც ხართ, იმ მატერიით როგორიც ხართ, არა ზედმეტი მატერიით, ბუნებრივად როგორიც ხართ. აი, მეგობრებო, ქალი საყურით. ქალი საყურით. ამასაც დიდი დატვირთვა აქვს, რომ იცოდეთ, ამასაც ავხსნით ყველაფერს და ახლა მე მინდა ერთი პასუხი წავიკითხო. თეა პასუხობს იმ ადამიანს, ვინც იკითხა ეს ქეთი ედუგენაშვილის ბიძაშვილი არის მართლაო და გირჩევდი ჯერ სარკეში ჩაგეხედა და შემდეგ შენს გონებაში. შენი ამ სულელური კომენტარით და დაამტკიცე, რომ თვითონ ხარ ედუგენაშვილის ნათესავი. მენტალურად თავი გენიოსი გონია და ამ დროს მაგარი ტლუ და ბანძი ხარ. პასუხობს თია. მადლობ თია. მადლობ, დაიმსახურა სხვათა შორის ეს SMS-ი, უბრალოდ ეს პასუხი ნორამ. იმიტომ რომ ძალიან შურიანია, როგორც ჩანს და შურიანი ადამიანები ინკურნებიან მხოლოდ კრიტიკით. ჩაქოლვით. მათ მხოლოდ ჩაქოლვა შველის, მეტი არაფერი. აი ეს მეგობრებო, გატეხილი შუბლი. ზუსტად თემატურია, ადამიანები, რომლებიც გატეხილი შუბლით არიან, ხედავენ ადამიანებში მხოლოდ ნეგატივს და ცდილობენ, რომ რაც არ უნდა კარგი იქონდეს ადამიანს, მხოლოდ ნეგატივი დაინახონ. ამიტომ ისინი ვერ რეალიზებენ თავის თავს. ამიტომ ისინი არიან სხვა ადამიანებზე დამოკიდებული და ამიტომ ისინი გარდაიქმნებიან სხვა ადამიანის გამო და სხვა ადამიანების მარიონეტები ხდებიან. სხვა ადამიანების აზრების, სხვა ადამიანების ჩარჩოების და დოგმების და კანონების. ასეთ ადამიანებს მეგობრებო მხოლოდ უშველის ჩაქოლვა, კრიტიკა, სიტყვებით ჩაქოლვა. სხვანაირად ეს ადამიანი თუ ცრემლი არ წამოადინა იმ ადამიანმა, რომელსაც ის ქვებს ესვრის და უკან არ დაუბრუნა ეს ქვები, სხვანაირად ვერ გამოიზრდება თავის ჩარჩოებიდან. აი, ერთ ლექს წაგიკითხავთ მეგობრებო, მხოლოდ დღეს ეს ქარია. მისი სიმღერა ისე კარგია, მისი ჰანგები, მისი რითმები. რა, მერე რა რომ არეულია, არ ვბრაზდები, არ ვიბნევი. ეს ქარია, გამწარებული, გაცოფებული, გაავებული, მხოლოდ საშიში ხმები ჩამესმის, აღელვებული, გადარეული, რადგან ასია მისი სიტყვებით გავფრთხილდი, ადრე ნუ გაიქცევი, შემხედე, შიში, ნუ დაილევი. ეს არის მეგობრებო 17 წლის ასაკში დაწერილი ლექსი. მოგიხსენებათ დიდი ღომში ძლიერი ქარები იცის და ალბათ მოახდინა ჩემზე ინსპირაცია. ასე რომ გპირდებით მეგობრებო, აწი ნაკლებად გამოვალ ციფრულ სფეროში, რომ აი ესეთი შურიანი ადამიანები ნაკლებად ითრებდნენ ჩემს ენერგიას, ესე რომ ვთქვათ, ფეხქვეშ
და ის ხალხი, რომელიც მართლა აფასებს ნიჭს, სილამაზეს, სულიერებას, ის ხალხი მე პირადად ვნახავს და პირადად მიიღებს ჩემგან ძალიან ბევრ ენერგიას, დადებიც და ძალიან ბევრ ინფორმაციებს, მეგობრებო, იქ მაღლა როგორ ავიხედოთ. ახლა გემშვიდობებით, მეგობრებო, კითხვები თუ გაქვთ, ესე იგი 31-ში პირველ საათზე მომწერეთ, მეგობრებო, ვისაც მოსვლა გსურთ, მაჟორელის ლურჯში. მე ვერ გვირდებით თუ ვინმე სპონტანურად მოვიდა, იქ ადგილი შეიძლება არ იყოს და შეიძლება ფეხზე მოგიწიოთ დადგომა. ამიტომ მე ვერ შეგპირდებით იმას, რომ სპონტანურად მოსულ ადამიანს დასაჯდომს შევთავაზებ. ვერ, მეგობრებო, ამიტომ წინასწარ გთხოვთ, რომ მომწეროთ, შეზღუდულია ადგილების რაოდენობა, ამიტომ წინასწარ გამაფრთხილეთ, რომ მე მოვდივარ, თამარ, არის თუ არა შემთვის ადგილი და მე მოგწერთ თქვენ, ხართ თუ არა მე-15 ადამიანი და მოხვდით თუ არა სიაში. 31-ისთვის ეხლა შაბათს. აქ ძალიან ბევრ შინაგანს შეიძენთ. ვიღაცამ არა, მაგრამ დედაჩემა გააჟღერა, შვილო 25 ლარი ძვირი ხომ არ არისო? და მე ვუპასუხე, დედა მეთქი, ამ წიგში ჩემი ყველაზე პირადი დროა მოთავსებული. დრო და შინაგანი. რას ფიქრობთ? თუ კი დაკაბადონებაში, თუ კი წიგნის დაბეჭდაში, თუ კი იმ საკითხებში, რაც მე ვიწვალე, 12 ლარი დამიჯდა, მხოლოდ მატერიალური და სულიერზე აღარ ვლაპარაკობ და დროზე აღარ ვლაპარაკობ, ჩემს დროზე, რომელიც ვთქვათ ამან წაიღო. არ ღირს იმათ, რომ იმდენი მაინც გადაიხადოს ადამიანმა, რამდენის მე ვიწვალე? ასე, მეგობრებო, ღორებს მარგალიტების დაყრას ღმერთიც არ გვაპატიებს, რო იცოდეთ. და სულ უფასოდ გაცემული სამწუხაროდ ამ სისტემაში ისია, რომ ადამიანს დაფასება არ ეძლევა. სულ უანგაროდ თუ გასცემ, ადამიანი ვერ აფასებს, გონია, რომ ეს უბრალოა. რაც უფრო ძვირად ყიდი, მით უფრო გონია ადამიანს სამწუხაროდ, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ნაგავი. თუ გაყიდი $1000, ეგონება, რომ $1000 რაღაცა უდევს სახში. რომც იყოს უკაცრავად და განავალი. მაგრამ მე სულ უსასყიდლოდ მინდოდა ადამიანებისთვის გამეცა ის, რაც მაქვს. მაგრამ იცით რა, მეგობრებო, მივხვდი, რომ ამას არ აფასებს ჯერ ეს სისტემა. სისტემაში ადამიანები იმდენად დაბლანგული და დაჩრონგებული არიან, რომ ამის ფასი არ იციან და ამიტომ გონიათ იაფიანი და უბრალო. ამიტომ, მეგობრებო, იძულებულს მხდის ეს სისტემა, რომ სადაც ვარ იქაური ქუდი დავიხურო და სხვათა შორის, რაც ქრისტემ გააკეთა, რომ იქაური ქუდი არ დაიხურა, სადაც იყო, ამიტომ ის ვერავინ ვერ დაინახა. ამიტომ ის ვერ მიიღო ხალხმა. და მე ვთვლი, რომ თუ ქრისტემ იქაური ქუდი არ დაიხურა, სადაც იყო, ხომ? აი ქრისტესგან განსხვავებით, მე შევიტან ამ პატარა ნიუანსს და იქაურ ქუდს დავიხურებ, იქნებ ხალხმა ოდნავ მაინც შეამჩნიოს რაღაცა სინათლის ბჟუტური. თამო მუმლაძე წერს, უდაოდ ნიჭიერი ხარ და საუკეთესო მოაზროვნე, გონებანათელი მინდა წიგნი შევიძინო. თამო, თუ შესაძლებელია, რომ მოხვიდე პრეზენტაციაზე, გამიხარდება ძალიან და პირადად გადმოგცემ და სხვათა შორის შეკვეთილ წიგნებზე სიგნატურას აღარ დავაყოლებ, მხოლოდ და მხოლოდ პრეზენტაციაზე დავაყოლებ სიგნატურებს, მეგობრებო, რადგან ის ენერგია, რომ მე შევიგრძნო თქვენი სიყვარული, სწორედაც რომ აი სიყვარულით გადმოგცემთ მე იქ წიგნებს და არა შორიდან, როცა არ მინახი ხართ და არც ვიცი, იქნება არა მაქვს თქვენ და მის სიყვარული, თუმცა რა თქმა უნდა, მე ყველა იმ ადამიანის
მიმართ მაქვს სიყვარული, ვინც ჩემს არს აფასებს, ვინც იმას აფასებს, რაც ღმერთმა ჩემი სახით გააჩინა. და აი ეს არ დასცინის ნორასავით, რომ აი ჯერ ვიღაცა ადამიანზე მაღლა აყენებს თავს და მე იმას მადარებს, მე რომ აი ის იმის ნათესავი ხო არ არის. ძალიან დიდი ირონია და ძალიან დიდი ძალიან დაბალი ვიბრაცია ამ ადამიანში და უბრალოდ შემიძლია გაუგზავნო დიდი სიყვარული, რომ იქნებ ამოვიდეს ჩვენთან სადღაცა სიყვარულში და სიყვარული გაუჩნდეს ოდნავ ასეთი ადამიანების მიმართ, რომელიც არ ვიცი რა, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს წიგნი მე რომ წავიკითხე 20 წლის მერე, მე ჩემი თავის გამიკვირდა. მე ჩემი ბავშვობის გამიკვირდა. მართლაც გეუბნებით, მეგობრებო, არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ. იმდენად გაოცებული დავრჩი, 20 წელი მე ეს არაფერი არ წამეკითხა, არ გადამეკითხა და როდესაც 20 წლის მერე ჩემი ნაშრომები წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დავიწყებული მქონდა უკვე. მე უკვე დაჩლონგების გზაზე ვიდექი, როცა მე ეს წავიკითხე, გამახსენდა, რომ სულთან კავშირი არსებობს. მართლა მეგობრებო, მართლა. და მე გაგახსენებთ თქვენ, აი თიასგან დღეს მე ესეთი სიტყვები მოვისმინე. თამარ, გუშინ მე რომ შე რომ წიგნი გადმომეცი, სპეციალურად მოთავსდი ისეთ ადგილას ტრანსპორტში, რომ სინათლე ყოფილიყო, წავიკითხე, ვკითხულობდიო და მახსენდებოდა ჩემი ახალგაზრდობაო, როგორ ვფიქრობდი მეც მაშინ ერთ დროს ეგრეო. ერთი ადამიანიც რომ დააბრუნო თავის თავთან, ეს უკვე ნიჭია მეგობრებო და მადლობა მე თიას ამისათვის, რომ თავისი პირადი გამანდო და მითხრა, რას განიცდიდა იმ მომენტში, როცა წიგნს კითხულობდა. მე მეგობრებო, ჩემი ნაწარმოებებიდან თავად მიტირია. რამდენჯერმე და არაერთხელ. მე რომ წამიკითხავს, არა იმიტომ, რომ მე გამხსენებია რართული დრო იყო მაშინ, არამედ ემოცია მოდის წიგნიდან. ემოცია იმ ნაწერებიდან, რომელი ნაწერებით მე 16, 15, 17 წლის ასაკში ჩანახატების სახით გავაკეთე. არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ მეგობრებო. და თუ გინდათ გაიცნოთ ვინ ვარ თუ არა კეთი ედუგენაშვილის ნათესავი მოგზანდით, გამიცანით პირადად. დამწუნებული ვარ, ძალიან მადლობელი დავრჩებით. კაი, ეგ მეც მკითხე, თამარი არის პროცენტით მართალს ამბობ. კაი, ეგ მეც მკითხე, თამარ 100%-ით მართალს ამბობ. ტერეზა, ვერ ხვდები რა კითხო, რა უნდა გკითხო. ხო, ასე რომ მეგობრებო, პატარა წიგნია, მაგრამ ამ პატარა წიგნში იმ ხელა ემოციებია, თქვენ არ ვიცი გაუძლებთ თუ არა ამას. თუ თქვენ ემოციების შეგრძნება გაგაჩნიათ, თქვენ ამ წიგნს ერთ დღეში ვერ წაიკითხავთ, იმიტომ რომ ემოციურ დონეზე ძალიან ძლიერი წიგნია. ემოციურ დონეზე შეიძლება ბომბია თქვენთვის და იმდენად აუტანელი გახდეს, თუ კი თქვენ არ ხართ ემოციებს მიჩვეული, რომ აი წიგნი მოისროლოთ ნაგავში. მე ამოიღოთ, მე ისევ წაიკითხოთ, მე ისევ მოისროლოთ, მე ისევ ამოიღოთ და ესე აქეთ იქით დადიოდეთ, იმიტომ რომ ემოციების გახსნა ადამიანში რომ მოხერხდეს. იცით რამხელა სისტემები მუშაობენ ამის წინააღმდეგ. იცით რამხელა სისტემები არ ღვევენ ადამიანებს, თავის ემოციებს აკარგვინებენ, თავის შინაგან, სულთან კავშირს. და უცბად რომ ადამიანი სულთან კავშირს იწყებს, შეიძლება გულისრევა დაეწყოს. შეიძლება საერთოდ ვერ გაუძლოს და ამიტომ აგრესია წამოუვიდეს. მე ისევ დაწყნარდეს, მე ისევ მოუნდეს. რამდენს უთქვავს ჩემთვის, თამარ, პირველი წელი საერთოდ ვერ გისმენდიო. შენი დანახვა არ მინდოდაო. და ეხლა ვეღარ ვაშორებ შენს ვიდეოებს თვალსო და ეხლა ველოდებიო სიხარულით შენი ვიდეოები სანამ გამოჩნდებაო. იცით რამდენს უთქვავს ეს ჩემთვის? იცით რამდენს ვეზიზღებოდი მეგობრებო და რამდენმა მიხვდა რომ ეს ზიზღი საიდან მოდის? რომ ეს ზიზღი ჩემს მიმართ კი არ არის, თავის უნარობის მიმართ არის ეს ზიზღი, რომ ვერ იტანს იმას, რაც ჩემი პირიდან გამოდის მისი შინაგანი. რატომ ვერ იტანს? იმიტომ რომ არ არის მიჩვეული. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი
ემოციები მოდის და იღვიძებს შენში, როდესაც მე მისმენ. ამიტომ როგორც პატარა თოთო ბავშვი სწავლობს ჭამას, ფაფით, ჯერ დედის რძით, მერე ფაფით, მერე პურით და მერე მწვადით. აი ესე იზრდება ადამიანში თუ კი შიმშილის გრძნობა აქვს. თუ კი შიმშილის გრძნობა არ აქვს ადამიანს, ის ადამიანი მალე კვდება, მეგობრებო. როგორც ფიზიკური შიმშილის გრძნობა არსებობს, ასევე სულიერი შიმშილის გრძნობა არსებობს და თუ სულიერი შიმშილი არ დააოკე, ის სულიერად ძალიან მალე კვდება. აღარ იცის უბრალოდ, ვეღარ ცოცხლობს და კვდება. თუმცა მისი ფიზიკური აგრძელებს, მისი სამშინელი აგრძელებს შეიძლება 100 წელიც იცოცხლოს უდარდელად, მაგრამ მისი სულიერი მოკვდა. და მკვდრებმა მკვდრები დამარხონო ასეთ ხალხს ეიძახის ქრისტე ზუსტადაც. ხვდებით? მე ჩემ თავს რეკლამას არ ვუკეთებ. მე იცით რას ვუკეთებ რეკლამას? მე ვუკეთებ რეკლამას, როდესაც ადამიანმა წაიკითხა, მოეწონა, ემოცია იმდენად შეეხო, რომ ცრემლი წამოუვიდა და შემდეგ ეს დაავიწყდა. და ეს სულაც არ არის ჩემი დაწერილი, მაგრამ თქვენ გონიათ ეს ჩემი დაწერილია? მე პირდაპირ გეტყვით, ეს არის სული წმინდის დაწერილი. სული წმინდის დაწერილია, რომელმაც მომაწოდა მე. ის ინფორმაციები, რომელმაც პორტალებში მომგზავრა იმ დროს, როცა მე სულთან კავშირში ვიყავი და შემდეგ 20 წლის მერე რო წავიკითხე, ვფიქრობდი, ნუ თუ ეს ჩემი დაწერილია. არ არის ჩემი დაწერილი, მეგობრებო. აქ სული წმინდა მოვიდა და ჩამოვიდა აქ. და მარტო აქ კი არა, მეგობრებო. ყველა ნაშრომში, რომელი ადამიანის მიერ არის დაწერილი, იქ სული წმინდის ადგილია. და არა თამარი ინასარიძის და შოთა რუსთაველის. სული წმინდის, მეგობრებო. დიახ. ახლა მეგობრებო, ქეთი ედუგენაშვილს ვგავარ? მე მგონი ვგავარ და ძალიან ნიჭიერ ქალბატონსაც ვგავარ, როგორც ჩანს. ასე რომ თუ ქეთი ედუგენაშვილისნაირად ხალხის ყურადღება მოვიზიდე, ხო? სულაც არ იქნება ეს ცუდი. არა, მეგობრებო, რატო იქნება ეს ცუდი? აბა დაფიქრდით. არ იქნება ცუდი. ცუდი იცი რა იქნება, შენ რო სახში ზიხარ, ქეთი ედუგენაშვილს რომ შესცქერი და რო იბოღმები ამ ქალმა როგორ მიაღწია წარმატებასო. შენ კი ხვალ წახვალ სამონაოდ, სამსახურში იმონავებ, სახში დაბრუნდები და კვლავ შენს ტელეფონს მიუჯდები, რომ ქეთი ედუგენაშვილს უყურო. ან ჩემზე იჯორავო. აი ეგ არის ცუდი, მეგობრებო. ეგ არის საცოდაობა. ის არა ქეთი ედუგენაშვილი რასაც აკეთებს, ან მე. ან ის ყველა დანარჩენი, ვინც ხმა ამოიღო და გამოუშვა გარეთ სიტყვა ბანი, ვინც ზარა ბანი, არა, მეგობრებო, არა. ის ვინც ჯერ ხმას ვერ იღებს და აი მხოლოდ კომენტარების სახით უჩუმრად ხელებს აფათურებს, რაღაცას გვაგებინებს, რომ მე შველა მჭირდება. მიშველე, მე შენ ის მგონი ხარ და ის მგონი ხარ. გესმის? კი არ გეკითხება ვინ ხარ, არამედ გეუბნება რომ შენ ის არ ხარ. ყველას თავის პორტალი აქვს. ხო? ყველას თავის პორტალი აქვს, ყველა თავის ღმერთს უბერავს. მოდი მოგასმენინებთ მაგ სიმღერას. ჩემი დაწერილია სხვათა შორის. არა, კომპოზიცია არა, უпростоრედ მარტო ტექსტი. მარინოს, შეიძლება ერთი თხოვნა მაქვს შენთან? ვინ თამარზე გადადის სუნოში და მოძებნე ყველას თავის პორტალი აქვს და ჩავრთოთ მოვასმენინოთ, ბოლოს დაავაგვირგვინოთ და მე წავალ. მოდი მე მოძებნი. არა, მეორე ტელეფონი არა გაქვს. მეორე ტელეფონი არ ვიცი სად არის, სად დევს. ხო, მეგობრებო, ესეა. ასეთ ადამიანებს ვიღაცეები დახურულ სივრცეში კვენენ. ვიღაცეები პირისპირ, ვიღაცეები ზურგს უკან, ვიღაცეები თავის თავში მხოლოდ და ვიღაცეები გულში ამირან გულში მღეროდაო.
ვერც გამოთქვაოდა და ვერც ამბობდაო. ხო, მეგობრებო, ხო. აჰა. ვიღაცას სხვა რამის შურს. ვიღაცას ის გაუკვირდა, რომ თამარი მქვია. ვიღაცას ის გაუკვირდა, რომ თამარ მეფეს ვგავარ. ვიღაცას საერთოდ არ სჯერა, რომ თამარ მეფეს ვგავარ. ყველას თავის პორტალი აქვს. მართალი გითხრათ. მაგრამ ყველა თავის ღმერთს უბერავს, ესე რომ ვთქვათ. ნახოთ. ნახოთ. მოусმინეთ კარგად სიტყვებს. შავი ყველას მისი პორტალია. ზოგი დგას სადაც ერთო ვენა და მიღლია. კითხერს პორტალში აქ რათა მაგაგეხსნიათა ამომძახა შენი სარხა გის და შეშვის გეძახია. ვის პორტალში გაემები სადაო და საკითხია თუ გიჩები მოგისმენენ გიძლიაო იძახიან. იარე და იპორტალე თუ არ გინდა, კარგად იყავი. სხვა პორტალებში ჩემთან აღარ. კაი, წავედით მეგობრებო, იქ სხვა სიმღერებსაც მოისმენთ კიდე. ჩემს სხვა სიმღერებსაც. გაკოცეთ. აბა გელოდებით SMS-ებში, მესენჯერში.